დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ მესალმები მაგვიძარას ერთ გულმაყურებელს და კიდევ ერთ ცნობილ კარს მყოფები ცნობილ, იმიტომ რომ კარს გააღებს ცნობილი ადამიანი და სწორედ მას ეკუთვნის ეს ტერიტორია. თიკა ჯამბურია დავრეკავ ზარს, გამიღებს კარს. დილამშვიდობისა, როგორ ახარ თიკა? კარგად შენ. კარგად, გეძინა და გაგაღვიძეთ, ხო? რაღაც 5 წუთი წინააღმდეგ. გავინახოთ სადეზია თიკაში. გიყვარს ძილი? კი, ძალიან. დილით ვერ დგები ხოლმე, მიჭირს დილით გაღვიძება. გიჭირს დილით გაღვიძება. და საერთოდ გვიანი ძილებ? კი, ორზე პირველზე ვიძინებ. ფრევადრე ვერ. არსად არ ხარ წასასვლელი, მაღვიძარის საშუალებით ხო არ გიწევს გაღვიძება თუ დედა? არა, დილით როცა სკოლაში მივდივარ ხანდახან, დედაჩემი მაღვიძებს ხოლმე, მაღვიძარა ვერ მაღვიძებს. მაღვიძარა მამა პაპური გაქვს რაღაცა საათი თუ ტელეფონი? არა, ტელეფონი. რაღაც ზარს ვაყენებ ხოლმე ტელეფონზე, რაც შეიძლება ისეთი ხმამაღალი იყოს, რომ გამაგვიძებს, მაგრამ ვერასოდეს ვერ გამაგვიძებს. არ გესმის, ანუ დილით რომ დაგირეკოს ადამიანმა, იმასაც ვერ გაიგებს ზარს შესაბამისად. საინტერესო ეხლა როგორ გაიღვიძე? დედამ გამაღვიძა. დედამ გააღვიძა. თიკა დაახლოებით 12 საათამდე გძინავს? 12 საათი ცხოვრების წესი. თუმცა ადრე ესე არ იყო მე მგონი, ხო? თუ ყოველთვის გიჭირდა გაღვიძება? არა, ყოველთვის მიჭირდა, არა, როცა გვიან ვიძინებ, მარტო მაშინ მიჭირს ხო? გიყვარს ძილი ესე კი? კი, ძალიან. სიზმრებს ხედავ? იქნეს რა დაგესიზმრა? რაღაც საშინელებები დამისის, როგორ შენ ცუდ ფილმებს უყურებდი. მოქმედებს მე ეს ცუდი სიზმარი შენ თელ დღეზე? დღეს განმავლობაში. ხერხი ორს უყურე, გუშინ და რაღაც საშინელებები. ეხასული ჟმეტა ბენზოფერხი და ასე შემდეგ და იგივე ნახე სიზმარში? სიზმარში დაახლოებით. როგორც შენ იღებდი მონაწილეობას. ვიღებდი ხო დაახლოებით რაღაცაზე. აი, რამ შეიძლება დილით გაგაღვიძეს, ან ვინმე მთელი დღე ცუდ ხასიათზე იყო? სულ მომხდარ, რომ თუ ცუდ ხასიათზე ვარ, პირველი ადამიანი, ვინც შემხვდება, როგორ მიხდი და ენერგიასაც წამოიღებს, ან როგორ ხასიათზე ციქრება, სულ ისეთ ხასიათზე ვქენ. ეხლა როგორ ხასიათზე? გეკეთე გვინდა. რასაც აკეთებ, დიდხანს ფხიზლდები საერთოდ თუ წუთში ფხიზელი ხარ, გაგაღვიძებს თუ არა დედა? არა, დიდხანს მინდა გამოფხიზლება. სკოლაში თუ მივდივარ 5 წუთში, იმიტომ რომ ფეხით მივდივარ ხოლმე და გზაში მღერი ვარ რაღაცას ვაკეთებ. გზაში მღერი და თან ფხიზლდები. ანუ ბოლომდე გამოფხიზლებული არ ხარ სახლიდან რომ გადიხარ? არა. პირველი რას აკეთებ, როცა იღვიძებ? დგები, ვიცმევ და მერე გავდივარ აბაზანაში. აბაზანაში ხალათით თუ უკვე ჩაცმული? პირდაპირ პრერანგით გავდივარ. მერე იქ წესრიგდები, გამოდივარ. მერე ვიცმევ უბრალოდ და მერე გავდივარ სამზარეულოში. თავსი წესრიგებ უბრალოდ რაღაც მაგიაჟს იკეთებ ყოველდღიურად თუ არა? ძალიან ცოტა შეიძლება რაღაც ტონალური წავესო, კუდრის ფერი. კრემები და ასე შემდეგ მიღებები. კრემები თუ არა, უბრალოდ სახის კრემს ვისმევ და მას. იყო და არა იყო რა. სხაპარი გამოიგონა. არავის არ ელოდა, ვიქნაც არ ეკონა, რომ სიყვარული მარტო იპოვა. დილით როცა დგები, ჩემთან ყველას ციგავს ხოლმე და სიჩუმეა. ანუ გვიანი იღვიძებთ ოჯახი. გამარჯობა თქვენ ჩემულ რადიოსთან. თბილისის დროით 8 საათი და 30 წუთი. დედაჩემ რო ადრე დგება ხოლმე. დილის 9 საათზე მე ტონალური გალამაზება შენ დილის შემადგენელი ნაწილია ესე კი როგორც ხო და დილით რომ ძინა ხოლმე ისე საშილად ვისმევ. აქ ყვითელი ვარ, აქ მწვანე ვარ. ხიზლდების
მე ხვდები რომ და სკოლაში მისწორებენ ბავშვები რომ რას გავხარდო. რაღაცაში ვაწავი, მაგრამ ხო ის დაახლოებით. იგაჯავ, ეს აგაჯვა, ის ტონალურით. ჩემი და მე რასაც ყიდულობ ხოლმე, ჩემი და მოდის და მიაქ. ქუჩინ ყოფილა წაუღია ყველაფერი. ჩება რა. და მიტოვებს რაღაც საშინელებებს ხოლმე. აი ეს ქუჩინ ახალი ვიყიდე. და გაიღვიძა და დილით რო დაგხვდა ძველი, როგორ ხასიათდება. ნუ მოსულა გუშინ. ჩემი და წაუღია ყველაფერი. ახალს რასაც ყიდულობ, საერთოდ ყველაფერს. მის სამაგრებს აყურებ, მოდის მიაქ, არც მეკითხება. თიკა შენ მეგონი კუდრის ფერი აღარ გაქვს, ხო? ხომ მაყურებელს დაენახე? აი. როგორც თვითონ თქვა. ვსა, მორჩა. ამით შემოიფარგლება შენი დილით მოწესრიგება. შემდეგ სად მიდიხარ ხოლმე? შემდეგ გავდივარ ისევ. ოჯახის წევრებს ძინავთ, ამიტომ არ ესალმება. ხო, აქეთ ძინავთ ხოლმე, არც აღვიძებ. ჩუმად გამოვდივარ ხოლმე, რომ თითის წვერებზე. და ეჩე მაგვიძებს და იძინებს. მე ვიცმევ. გარდერობი როგორ არჩევ გიჭირს ხოლმე დილით სამორჩევა თუ ყვეთის საღამოს წინას არ გამზადებოდა და გრაში ჩაივსვამ სკოლაში მე. არა, მიჭირს, ძალიან მიჭირს ხოლმე. ზოგჯერ გავამზადებ, როცა მეძარება. დილით 2 საათი ვფიქრობ რა ჩავეძმო, განმოვყრი ხოლმე მთელ კარადას, რაღაცებს ვიცმევ. იცმა ვიხდი, თუ პირდაპირ ესე არჩევ. არა, ვიცმე ვიხდი. და სულ მეჩხუბებია ხოლმე, ჩემი მეგობრები ჩემთან რო რჩებიან, აი რატო იპრენჭებიო, გაგვაგებინეო, აი რა გინდაო რომ ჩაიცვა და ბოლოს მაინც რაღაც საშინელებას ჩავიცვა ხოლმე. შემისი მეგობარია, მაინც ის რა უხარია და ეფერება. იყო და არა იყო რა. ზღაპარი გამოიგონა. ლაბისთვის გაიტოვა, თვითონაც არ იცოდა. შემდეგ უკვე მიდიხარ სამზარეულოში ხოლმე და ესაკეთებ სამზარეულოში საუზმეს მიირთმე? საუზმე არ მიყვარს, ამიტომ დილით სიერი უზმეზე ნუ რაღაც ხო ყავას ხო, მე ჩაის. ყავას ან ჩაის. შენით იმზადებ თუ გიმზადებენ? არა, ჩემით. აქვს საკუთარი რეცეპტი? არაფერი, ჩვეულებრივი. როგორც ყველა, ესე ჩვეულებრივი. გაგვიკეთებ ჩაის? ძალიან მაინტერესებს, უნდა გავუსინჯო გემოთიკაში ჩაის ან ყავას. დილით აქ გამზადებული ხდება ისა თაფლიანი წყალი. და გონებას ხსნის და სკოლაში რომ მიდივარ გონება გახსნილი უნდა. ხო. და სვავ თაფლიან წყალს დედა გიტოვებს ალბათ. ხო, ალბათ დედა მიტოვებს ხოლმე. ალბათ არ იცი ხო? ზოგჯერ ასხავ. ასხავ არსო? მართლა გრძნობ რომ გიხსნის გონებას? არა. ანუ მაყურებელს ურჩევ რომ თაფლიანი წყალი არ დალიო დილით? არ ვიცი, ამბობენ რომ გონებას ხსნისო დალიონ მაინც, რა ვიცი. მარტო ამბობენ. იქნებ ჩემზე არ მოქმედებს. გონება გავხსნები, კარგი მეთქვა. გონება გახსნილი ვარ, მაგრამ ეს რო უფრო მიხსნიდეს. მუსიკას თუ უსმენ ხოლმე დილობით თუ თავ? აი თუ ხასიათზე ვიღვიძებ, თუ მეზარება გაღვიძება ხოლმე ეს. განსაკუთრებით ვერ ვიტან გაღვიძება ზამთარში, რო ცივა. და თბილად რო არ ლოგიჩე, კარგად თბილად და დილის 9 საათზე და ჩემი 8 საათზე უფრო შემორბის რომ გაიღვიძე რომ აღვიძებს. აი მეზიზღება. და მაშინ შეიძლება რაღაც ჩავრთო ისეთი რაც მიყვარს, რაც გამამხნევებს რაღაც რომ თბილი ზამთარში რო გაკეთდეს კიდე. აი რას უსმენ მაგალითად. ნახავთ ძალიან მალე როგორ მოამზადებს თიკა ჩაის თუ ყავას თიკა. რომელსაც გიჩვენე. რომელსაც ჩვენ მეტყვით, დაგიბრუნდებით. ვაგზავნებთ მაღვიძებას და ეთიკას ტრიალის სამზარეულოში ჯერ მეგონი ბევრს არ უნდა. სხვადასხვა ძალიან აინტერესებს. არ მატრიალებენ სამზარეულოში. არ გატრიალებენ. ძალიან მინდა რომ რაღაცები გავაკეთო ხოლმე, მაგრამ არ მაკეთებინებენ, იმიტომ რომ ყველაფერს რიო მეუბნებიან და ყოფილა ესეთი ძილა რომ გაგეღვიძებია და მოგდომებდა რამე კერძის მომზადება შენით.
დილით არა. დილით არა, საღამოს კი. საღამოს მინდა. რამდენი ჩაგიყარო? ერთი. ესე? ხო. გეზარება ყველაფერი დილით, მე როგორც მივხვდი. ხო, დილით. სახლი თუ დაგილაგებია დილით. კი. აი საკუთარ ლოგინ შეენასწორებ ხოლმე? როგორ დაფიქრდა იხსენე ხო? ხანდახან. იყო და არა იყო რა ზღაპარი გამოიგონა დავისთვის დაიდოვა თვითონაც არ იცოდა რომ სიყვარული მანმა იპოვა წყალს ჩავას ხო? ხილს არ მიირთმევ ხოლმე ან ლიმონს დილით? არა, ლიმონს არა. აი ჩაი რა იყო და ვაშლი შეიძლება. არ მიყვარს არც ყავა, არც ჩაი, არც ვაშლი, მაგრამ დილით ყველაფერს. ვარჯიშობ? ჩემი ვარჯიში ის არის, რომ დილით, ესე სირბილით გავდივარ სკოლამდე. დაახლოებით რამდენ კილომეტრს? არ ვიცი, ძალიან ცოტა, თავისუფლების მოედნიდან ქაშვეთამდე რამდენია. ხო, დაახლოებით 9 კილომეტრი? არც. ხო? თავის სუნთქვებით და მე სკოლასთან მოთელოს სიმღერას უსმენ ხოლმე და ანუ მივიდივარ და მე საყურეებით ხო. საყურეებით უსმენ სიმღერას მოთელვები მე სკოლასთან და შედიხარ პრესი და ასე შემდეგ გირები რესი მინდა სულ, მაგრამ მავიწყდება დილით გაკეთება. სულ პროი ხვალიდან დავიწყებ დილით ვარჯიშს, რომ რაღაცებს გავაკეთებ, სულ მავიწყებ. გიჭირს ისე ვარჯიში თუ უბრალოდ გეზარებ? მეზარება. გეზარება. თან მეზარება. ქონია ეს პერიოდი, რომ გივარჯიშია და აქტიურად იყავი ჩართული ჯანმრთელი ცხოვრების რიტმში? კი, მქონია. ნუ დაახლოებით 1 კვირა ვძლებ ხოლმე. რომ ისე ხვალიდან ფორმაში უნდა ჩავდგა, ამბობ დიეტას ვიწყებ ხოლმე, ვარჯიშობ რაღაცა და მე ისე მეშვებ. დილით შენი უზმოზე სკოლაში წასვლა, ხო არ დავაბრალოთ იმას, რომ კალორიების მიღებას აფირხებ, ასე ვთქვა და არ გინდა რომ კიდევ უფრო. იცი რა, დილით საერთოდ არც მაქვს იმის სურვილი, რომ შევჭამო რაღაც. არც გაქვს სურვილი. არც მიჩნდება. აი უბრალოდ არ მეგემერიელება დილით არაფერს. ეცებში ყავა მე მგონი ცოტა მადას გიკარგავს, ხო? არ ვიცი, შეიძლება. ესეა, ალბათ. სკოლაში რომელ საათზე მიდიხარ ხოლმე? 9-ზე. 9-ზე. 12-ზე გაღვიძეს ძალით და 9-ზე წარმოგიდგენია, ბრძოლაა საჭირო. პირველ გაკვეთილზე 9 კლასს ფაქტიურად გძიდავს. თითქმის ყველა მომღერალს ვეკითხები, დილით რამდენად უფრო სასარგებლოა დილით სიმღერა, ანუ ბევრად უფრო კარგად ვღერი საღამოს, დილით თუ შუა დღეს. მე ვიცი რომ დილით ხმას ძინავს, ესე ეძახიან ნიადაგს. დილით ხშირად მიმღერია, მაგრამ იმდენად კარგი არ არის ხმა, ანუ იმდენად გაშლილი ვერ არის, როგორც საღამოს. თქვენი საღამოს შევდია. სუნთქვით ვარჯიშებს თუ აკეთებ ან რაღაც ხმისთვის ცდილობით, ან კვერცხს თუ ყლაპავ და ასე შემდეგ, არა? არა. პირდაპირ მღერი და всё, გაცრა და ოპერატორი დაგვივარდა. და თავით მიარტყა. და აი ის მომენტი, რაზეც იქამდე ხანს საუბრობდა, ძალიან დიდხანს მიწევს გარდერობთან გომა და ტანსაცმლის არჩევავ. შეიძლება დავაკვირდეთ როგორ ირჩევ? ცერთ გახარ და უყურებ, ხო ცოტა ხან მოვიჩეკ შორიდან. აი ამას ჩავიცმევ. ფერების მიხედვით არ არჩევ, დღეს მინდა აი ხა როგორ მიიღე გადაწყვეტილება, პირდაპირ ესა იყო. შარვალი. შარვალს რამე უნდა კიდე. ნიკა. იცოდე, შენ როგორ ხასიათზე ხარ დღეს? კარგი ხასიათი. არა? კი. მაიკა გვინდა და ესეც მოხდება. ესე იგი მოვალ ხოლმე ყოველდღე მაშინ. აი მაიკა, როგორ მიდი არჩი. ხო, ეს ანოდისფერია, შვენიერია. არა? კაია. აი ესე ყოველდღე მოვალ და ამიჩი ხოლმე. დაგიჩი. ჩქარა წავა. დაგახვედრებ უკვე. არ დამაგიენდებ. საკიდით რო გაახელ თვალ. მაგზერით მაგვიძარს და ნახოთ როგორ მოემზადეთ და ჩვენს მიერ შერჩეულ ტანისამოსში. რაკენი? ჩავიცი. ჩაიცვა.
yes. წარმატებულ დღეს გისურვებ. დიდი მადლობა რომ გაგვანდეს როგორია შენი დილა და ბედნიერად. პაკა. პაკა. კიდევ ერთხელ გემშვიდობებით და კიდევ ერთხელ მოგესალმებით ხვალ კიდევ ერთ ცნობილ ადამიანთან ერთად. კარგად. კიდევ მე